ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ეფექტი სანავთობო და ოქროს ბირჟებზე უკვე თვალშისაცემია. გაძვირებულია როგორც ძვირფასი მეტალი, ისე ნავთობი. ანალიტიკოსების სამხედრო კონფლიქტის კიდევ უფრო მეტად გამწვავების შემთხვევაში ფასების უფრო მაღალ ზრდას ელიან. ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში სანავთობო ბირჟებია, ვინაიდან ირანმა სტრატეგიული ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რომელზეც მსოფლიო ნავთობის მიწოდების 20% მოდის. რა ნიშნულზეა დღეს ოქროსა და ნავთობის ფასები და შეცვალეს თუ არა მიმდინარე წლის პროგნოზების საინვესტიციო ბანკებმა, თემის დეტალებით მარი მელიქიშვილია პირდაპირ ეთერში. გამარჯობა მაია, მე ვესალმები ჩვენს მაყურებელს. ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა, გეოპოლიტიკური ვითარებისა და უსაფრთხოების რისკების დისფონზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან არაერთი რეისი გაუქმდა. ეს ზოგადი სიტუაცია არაც ხდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის საზღვრებს ფარგლებს გარეთაც. რაც შეეხება ჰორმუზის სრუტეს, ის არის ჩაკეტილი როგორც სავაჭრო, ისე სატვირთო გემებისთვის და ეს საერთაშორისო სანავთობო ბირჟებისთვის ძალიან მძიმე სიტუაციას ქმნის, რადგან როგორც უკვე აღნიშნეთ და როგორც უკვე განვაცხადეთ, სწორედ ჰორმუზის სრუტიდან ხდება ყურეში არსებული ქვეყნებიდან ნავთობის მიწოდება და გატარება და მეხუთედი სწორედ მოდის ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის გატარების. დღეისათვის ნავთობის ფასი უკვე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ფაქტობრივად 10%-იან ზრდაზე საუბრობენ ანალიტიკოსები ბოლო დღეებში. შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად 1 უნციის ღირებულება თითქმის $80-მდეა და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ ესკალაცია კიდევ უფრო გამწვავდება და დაიძაბება სამხედრო კონფლიქტი ქვეყნებს შორის, საუბარია შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და ირანს შორის, არ არის გამორიცხული, რომ ნავთობის ღირებულება $1 ბარელზე $100-საც კი მიაღწიოს. რაც შეეხება საქართველოს, როგორც ჩვენთან საუბარში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განაცხადეს, ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე ნავთობის გაძვირება არ მომხდარა და საწვავის ფასები სტაბილურ ნიშნულზე ნარჩუნდება. ხალხო არ მაქვს სუფლიო. პირველ რიგში უნდა აღნიშნოთ, რომ ეს პატარა კონფლიქტი არ არის, ეს არის რეალური დარტყმა. ამ შემთხვევაში ირანს, ისრაელმა და ამერიკამ ერთად საკმაოდ დიდი ძალებით დაარტყეს და თქვენ როგორც ახსენეთ, რადგანაც ჩაკეტილი არის სრუტეები, ამ ნავთობზე ძალიან იმოქმედა. მიახლოებით 9-დან 13%-მდე არის ნავთობის ფასი გაზრდილი და რო შევხედოთ ზოგადად დინამიკას, ფასი ნელ-ნელა იზრდება. რადგან ირანთან დაკავშირებით მოლოდინები არის ისეთი, რომ არ იციან რა მოხდება, ჯერჯერობით მოლოდინი არის, რომ ნავთობის ფასი შეიძლება კიდევ წავიდეს უფრო ზემოთ. ეს გამომდინარეობს იქიდან, თუ ირანი როგორ პასუხს გასცემს ისრაელს და ამერიკას სამომავლოდ, რამდენად გაგრძელდება ომი. გეოპოლიტიკური რისკების ზრდის ფონზე, როგორც ვიცით, ტრადიციულად იზრდება ხოლმე ოქროს საერთაშორისო ფასებიც, ვინაიდან ვიცით, რომ ოქრო არის ჰეჯირების საუკეთესო საშუალება და ინვესტორები ასე დროს, როდესაც არის კრიზისები, მიემართებიან სხვა აქტივებიდან გამოდიან და შედიან ოქროში ინვესტიციები. შესაბამისად, ოქროს ფასიც გაზრდილია, თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ აქ ფასების ზრდა არ არის ისეთი მასშტაბური, როგორიც ნავთობის შემთხვევაში. ამჟამად 1 უნცია ოქროს ღირებულება დღევანდელი მოცემულობით როიტერსის ინფორმაციით $5392 შეადგენს. ეს წლიურ ჭრილში შესაძლოა ითქვას, რომ არის თითქმის 80%-იანი მატება და ისევე როგორც ნავთობის შემთხვევაში ანალიტიკოსები ელიან, რომ ოქროს ფასიც გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები კიდევ უფრო გამწვავდება და სამხედრო კონფლიქტი ხანგრძლივად გაგრძელდება. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ოქროს ნაკეთობების მწარმოებლები, მსხვილი კომპანიები ჩვენ გვიყვებიან, რომ მათ უკვე გაუძვირდათ შესასყიდი ოქრო, როგორც ნედლეული 1 გრამზე ფაქტობრივად 13 ლარით ბოლო რამდენიმე დღეში. რაც შეეხება ოქროს, ესე რომ ვთქვათ, დიდი პროგნოზული ცვლილებები არ ყოფილა, რადგან ეს ახალი მომხდარი ამბავი არის. ოქრო, რა თქმა უნდა, აიწია 2%-ით მიახლოებით გაზრდილი არის, არა ისე როგორც ნავთობი, მაგრამ მაინც, იმიტომ რომ არის ასე რომ ვთქვათ, დაძაბულობა, გაუგებრობა, ინვესტორების ქეში გამოვიდა სხვა აქტივებიდან და შევიდა ოქროში, რომ პატარა ჰეჯირება მოახდინონ. ოქროს ფასის დინამიკაში ცოტა იზრდება და აქაც შეგვიძლია ვთქვათ იგივე, რომ თუ დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა, ოქროს ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ დაძაბულობის ესკალაცია წავიდა, ოქროს ფასი უფრო ჩამო. დაახლოებით $300-მდე გაძვირდა, რაც ეს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი მიმდინარეობს. ეს ჩვენს რეალობაში აისახა გრამზე დაახლოებით 13 ლარის მატებით სუფთა ოქროზე.
როგორც ჩვენ საწარმოო-ნედლეულზე. ეს უკვე დიდ გამოწვევას აჩენს ჩვენ წარმოებისათვის. თუ ესე ვთქვათ, მატება გაგრძელდა, გარდაუვალია ფასების მომატებას, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით არ განვეხილავთ ფასების მატებას ჩვენს პროდუქციაზე. აქვე ისევ სანავთობო ბირჟებს რომ დავუბრუნდეთ, გეტყვით იმასაც, რომ შეერთებული შტატები ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული სამხედრო იერიშის ფონზე, რამაც ახლო აღმოსავლეთში ნავთობის გადაზიდვების შეფერხება გამოიწვია, ოპეკის წევრი ქვეყნები აპრილის თვიდან ნავთობის მოპოვების მცირედით გაზრდაზე შეთანხმდნენ. საუბარია დღიური მოპოვების საშუალოდ 206,000 ბარელით გაზრდაზე, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით ნავთობის მოპოვების ეს მატება სიმბოლური უფროა, რადგან რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებები ნავთობის მიწოდების ჯაჭვს სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ჰორმუზის სრუტის კომპენსირება ამით ვერ მოხდება. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ამ აქტუალური თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.